Mhm. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს სპეციალური ჩართვა გვაქვს ბატონ გია კუჭავასთან, პოლიტოლოგთან ერთად. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას უკვე პირდაპირ ჩართვით. დიდი მადლობა ბატონო კოტე, მიესალმებით თქვენს მაყურებელს, პირადად თქვენს მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ბატონო გია, დღეს უნდა ვისაუბროთ 4 ოქტომბრის არჩევნებსა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე. აა თქვენ ჩემთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით მინდა გითხრათ და ძალიან საინტერესო და მოსაუბრი ადამიანი და ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობთ პირველ რიგში ამას გეტყვით რა. მადლობა. მოგლედ დავიწყოთ ბატონო გია, როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ პოლიტიკურ ატმოსფეროს საქართველოში არჩევნების წინ უფრო პოლარიზებული ვართ თუ არჩევნების შვიდგარემოში ჩატარების შანსი არსებობს? საერთოდ საქართველოში თითქმის ყველა არჩევნები ეს მოყოლებული 2003 წლის არჩევნები და 94 წლის არჩევნები არის ყველა პოლარიზირებული. დღეს პოლარიზაციას ცდილობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მათი განაყოფები, რომლებიც ფაქტურად ერთ და იგივე თამაშს თამაშობენ და ეს პოლიტიკური გუნდი მიმართავს ისევ აპრობირებულ მეთოდს, ეს რაც ჩაატარა, რაც გააკეთეს 2003 წლის არჩევნების წინა პერიოდში, საზოგადოების პოლარიზაცია. და წყლის ამღვრევა ხარ, ანუ როგორც ცნობილია, ამღვრეულ წყალში ყოველთვის თევზი უფრო ადვილად იჭერენ, მაგრამ ეს რას ემსახურება? ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყოფილი ხელისუფლება, რომელიც დღეს თავის თავს უწოდებს ვითომ პროდასავლური ვართო და პროევროპულები და ასე შემდეგ და არადა სინამდვილეში არიან თამაშობენ ისევე რუსეთის თამაშს, ისევე როგორც დღევანდელი არსებული ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების გახლიჩვას. რათა თქვათ მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ესენი ხელისუფლების სათავეში ქართული ხალხი თუმცა პოლიტიკაში კია მიღებული ასეცნება არასდროს არ თქვა არა, მაგრამ ესენი ვერასდროს პარტიოსთან არჩევნებში ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან საქართველოში ხელისუფლების სათავეში. სწორედ წინა გუნდმა, წინა ხელისუფლებამ და დღეს მათმა განაყოფებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ საქართველოში მოეხსენებინათ პროდასავლური ორიენტაციის და პროდასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია. და ამიტომაც არის დღეს საქართველოში ამდენი პრორუსული, თქვათ, განწყობილი ადამიანი, ასე ვთქვათ, უკრაინელების მიერ შემოღებულ ტერმინს ვიხმარ უამრავი ვატნიკი და სწორედაც თუნდაც აი თავიანთი დღეს არსებული ქცევი, დღეს მათ მიერ წამოყენებული ლოზუნგებით და პოლიტიკური განცხადებებით ისინი ხელს უწყობენ ისევ არსებული ხელისუფლების განმტკიცებას, ქართული ოცნების მმართველობის განმტკიცებას. აი ეს დაპირისპირება არის დღეს ისევ საქართველოში. ბატონო გია, რა არის მთავარი გამოწვევები, რასაც ქვეყანა ახლა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აწყდება? მთავარი გამოწვევა ჩემის აზრით დღეს არის ის, რომ ამ წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად და კონკურენტულ პირობებში. აი ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, აგრეთვე იმასაც ვიტყოდი, რომ მთავარი ის არის, რომ როდესაც მე ვგულისხმობ კონკურენტულ პირობებში, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვინც გავიდა არჩევნებზე, ვინც წარადგინეს სიები, უნდა ექონდეთ თანაბარი პირობა და თანაბარი რეკლამა, იმიტომ რომ თქვათ მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს საქართველოში არსებული საარჩევნო კანონი არის
არის არათანაბარი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ახლა მაგალითად, რაც სააკაშვილის დროს შემოვიდა ეს ცნება, ასეთი კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ანუ ეს ის არის, რომ როდესაც თუ გასულ არჩევნებში ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ მიიღო რაღაცა გარკვეული ამომრჩევლის გარკვეული ხმა, ეს პოლიტიკური ძალა ღებულობს სახელმწიფოდან დაფინანსებას, ეს ამ პოლიტიკურ ძალას გააჩნია უპირატესობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით. ახლა რასაკვირველია, ცნება პოლიტიკური პარტიას არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს მოვიდეს ეს ხელისუფლების სათავეში, ეს მოიპოვოს მანდატთა რაოდენობა. ან უკეთეს შემთხვევაში უმრავლესობა ეს იქნება ქვეყნის პარლამენტში თუ მუნიციპალურ საკრებულოებში. მაგრამ მოდით ვთქვათ ის, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში არ არის მყარი დემოკრატია. დღესაც ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიები მიუხედავად თითქმის 35 წელი ვართ უკვე დამოუკიდებელი და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაცია მაინც ბოლომდე ვერ მოხერხდა საქართველოში, იმიტომ რომ დღეს მაინც ეს არის, მე ამას დავარქმევდი ქვეყნის მოსახლეობის დაბალ პოლიტიკურ კულტურას, რაც სხვათა შორის ხელს უწყობდა ყოველთვის გარკვეულწილად სახელმწიფო ჟურნალისტები, თქვათ, ამა თუ იმ პარტიული ჟურნალისტები, მედია. მოდით გავიხსენოთ თუნდაც მოყოლებული 90-იან წლებიდან თუ არა ჯერ თქვათ თუ არა ბატონი ზვიად გამსახურდია სხვა ვინ, მე ამას ჩაანაცვლა თუ არა ბატონი ედუარდ ჩევარდნაძე სხვა ვინ, მე ამას ჩაანაცვლა თუ არა მიხეილ სააკაშვილი სხვა ვინ და დღეს მოვიდა ჯერი თუ არა მართველი ოცნება, თუ არა ბიძინა სხვა ვინ და აი ეს მუდამ მიდის აი საზოგადოების პოლარიზაცია, უფრო თქვათ მიდის დაპირისპირება თქვათ არა პოლიტიკურ იდეებთან, არა პოლიტიკურ პროგრამასთან, არა პოლიტიკურ მრწამსთან, არამედ ეს გადაწყდება პოლიტიკის პიროვნულ პლანში გადაყვანა. ანუ მე უპირისპირდები ზვიად გამსახურდიას, მე უპირისპირდები ედუარდ ჩევარდნაძეს, მე უპირისპირდები მიშა სააკაშვილს, მე უპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ამაში კიდევ არის ის, რომ თუნდაც აი რაც კარგად ჩანს ამ მუნიციპალური არჩევნების ჯერ კამპანიას არ დაწყებულა, არ ვიტყოდი, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ის, რომ მე ვერ ვხედავ ვერც წინა არჩევნებში და ვერც საპარლამენტო არჩევნებში, შარშან არჩევნებში, ვერც ამ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებიდან რამე კონკრეტულ პროგრამას, ვთქვათ, ამ შემთხვევაში აი თბილისის ოპოზიციურ კანდიდატებისგან ხა ჩვენთვის ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს გახარე საქართველოსთვის და ლალო, ისინი ერთ კოალიციაში არიან და აი კონკრეტულად რას აი მე რიგით თბილისელს რას ვთავაზობთ? აი ქალაქის თქოს ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები. აქ კონკრეტულად თქვენ თბილისისთვის რას თავაზობთ? აი თბილისის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ის რომ არ იყოს ამდენი საცობელი. ვთქვათ, რას თავაზობთ თბილისის მოსახლეობას? აი თუნდაც იმის, რომ ჩვენ ხედავთ, რომ მთელ საქართველოში და განსაკუთრებით ეს თბილისში იგრძნობა სამშენებლო სექტორის გარდა სხვა არც ერთი ბიზნესი არ მუშაობს. მსხვილი ბიზნესი გულისხმობ. მოდი რას ვთავაზობენ ჩვენ, ესე იგი საქართველოში დღეს არის ორი ბიზნესი. ეს არის სამშენებლო ბიზნესი, ანუ დეველოპერები და არის მსხვილი მაღაზიები და ბაზრობები. ახლა ბატონო კოტე თქვენ ბევრს მოგზაურობთ საქართველოში, თქვენ ახლა ალბათ კარგად ხედავთ არსებულ ვითარებას თუნდაც რეგიონებშიც და მათ შორის დედაქალაქშიც. იქნება ვცდები, აბა თუ ხედავთ თბილისში რამე სხვა ბიზნესი, რომელიც მუშაობს. რესტორნები კიდე.
ბატონო, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით? საერთოდ ყველა არჩევნები ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ გააჩნია მას საქართველოს პოლიტიკური პარტიები როგორ იყენებენ. თუ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტია მიიჩნევს, რომ რადგან მისი გუნდი არ მოვიდა ხელისუფლების სათავეში და არ გაემარჯვა არჩევნები, რომ მერე როგორ ეს არის არჩევნების გაყალბება, ეს არის მაშინ უნდა წარდგინონ მხარის მტკიცებულება, რომ კონკრეტულად ამ და ამ უბანზე გაყალბდა არჩევნები, რაც ვთქვათ, იგი აიღოს წინა საპარლამენტო არჩევნები შარშამდელი, სადაც რადიკალური ოპოზიცია პიროდა, რომ არჩევნები გაგვიყალბოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიგებით, მოდით ვიყოთ რეალისტები. დღეს აქვს ისე ვთქვათ, ოპოზიციას გარკვეული პირობების და ვითარებაში აქვს შანსი, რომ ვთქვათ, რამდენიმე ქალაქში გაიმარჯვოს, მსხვილ ქალაქში, მაგრამ ამისთვის უნდა მოხდეს, რომ წარადგინონ ერთობლივი კანდიდატი. ეს ამაზე შეთანხმდნენ გახარია და ლელო, მაგრამ სხვა პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. ასე რომ ჩემის თვალსაზრისით ვერ გაიმარჯვებს, ახლა ჩემთვის რაუდენს, ახლა მე მინდა არ მინდა ეს ერთია, მაგრამ ვთვლი, რომ ისევ მოქმედი მერი გაიმარჯვებს. ბატონო, ჩაგეკითხებით, რას ელოდებით 4 ოქტომბრიდან, ანუ რა მოვლენების როგორი განვითარება იქნება 4 ოქტომბერს უკვე რუსთაველზე? რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ის ისევ გამოვა ქუჩებში. ეს როგორც ხედავთ, უკვე თითქმის ერთი წელი ისინი ქუჩაში არიან და ყოველ სამრომოს მიტინგებს მართავენ. და ესენი ამას გააგრძელებენ, მაგრამ რა სტრატეგიას აერჩევს გახარიას და ლელოს კოალიცია ამ შემთხვევაში მე ცოტა მიჭირს თქმა, მაგრამ როგორც ცნობილია, უკვე ისინი შევიდნენ პარლამენტში და დაიღებენ თავიანთ კუთს, დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ მანდატებს, ანუ იმიტომ რომ ეს მაგალითად ეს ჩემის აზრით ეს იყო დიდი შეცდომა, იმიტომ რომ პარლამენტში არ შეშვით, მაგ ეს გამოხატეს ჩემის აზრით უპატივცემულობა თავიანთი ამომრჩევლის მიმართ. იმიტომ რომ თქვათ არჩევნები თქვათ არ იყო გაყალბებული, როგორც ისინი ამბობენ და თუნდაც ლელოს მიერ ბატონ მამუკა ხადარიძის მიერ კონტროლები ერთ ტელევიზიით შარშანდელი არჩევნების დროს ეგზიტ პოლები როცა ჩაიკითხეს, იმ ეგზიტ პოლებით ლელომ აიღო ზუსტად იმდენი ხმა, რაც ჰქონდათ თავიანთი კონტროლირებადი ტელევიზიით გამოცხადებული ეგზიტ პოლები. ეგზიტ პოლებით ხმით ზუსტად აიღეს ის, რაც ჰქონდათ მათ. ნუ ხა ეგზიტ პოლებში ყოველთვის არის 1-დან 2%-მდე ხარვეთი პლუს მინუსი. ასე რომ მე ვთვლი, რომ ასინი უნდა შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ისინი შევლენ თუ არ შევიდნენ ხა საკრებულოში, მე ხა ამაზე წინასწარ პასუხის გაცემა მიჭირს. მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ შარშანდელი არჩევნების შედეგებს, ჯამში ოპოზიციამ თბილისში მოუგო მართულ გუნდს. გვავერობთ ნაციონალებს თავიანთი განაყოფებით ლელოს გახარიას თქვათ კიდე პოლიტიკურ პარტიას თუ ეს მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში ამომრჩევლის აქტიურობა ყოველთვის უფრო ნაკლები არის და ეს ბოლო წლებმაც ანახა, ყოველთვის უფრო ნაკლები არის ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ამას უნდა დაემატოს, რომ ის ყოფილი ხელისუფლების მიმდევრები, რომლებიც არ აპირებენ გამოსვლას, ეს კიდე გამოაკნებს ხმას, ასე რომ დარჩა კიდე ის ადამიანები თქვათ, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილი არის, ვინც ჯერ კიდე მერყეობს და არ გადაუწყვეტია თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი. ეს იქნება მართული გუნდი თუ ეს იქნება ოპოზიცია. ასე რომ რადიკალური ოპოზიცია კვლავ განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და მოუწოდებს ასე ვთქვათ ხელისუფლების დამხობას. აი ნახოთ როგორ მოიქცევა გახარია და ლელო.
ბატონოგია, თქვენ ახსენეთ წინ შარშანდელი არჩევნები და ზუსტად ამ თემაზე მინდა დაგისვათ უკვე კითხვა. თემა შეეხება არჩევნების სპეციფიკას და კითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა ტენდენციები შეინიშნება ამჯერად, რა განასხვავებს ამ არჩევნებს წინა არჩევნებისგან? ამ არჩევნებს წინაარჩევნებისგან განასხვავებს უკვე ის, რომ ჯერ ესეთი არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს არც პარლამენტს და არც მოქმედ ხელისუფლებას და არ აღიარებს არც მათ მიერ დანიშნულ არჩევნებს. და ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. აი ეს განასხვავებს ის, რომ თქვათ, რომ შარშან როცა იყო საპარლამენტო არჩევნები, ბოიკოტის რეჟიმი არ იყო. და აქვე მინდა შევაგახსენოთ, რომ იგივე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შარშან გამოდიოდნენ არჩევნების წინ და სადაც იყო ელექტრონული ხმის მიცემა, ისინი აცხადებდნენ, რომ ამის გაყალბება შეუძლებელი არისო. ელექტრონულად მიცემული ხმის გაყალბება. ნუ იქ იყო რამდენიმე ნიუანსი, ყველაფერი, მაგრამ მოუწოდებდნენ ხალხს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. წელს იგივე ხალხი, ეს რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებს ხალხს არ გავიდნენ არჩევნებზე. მაგრამ აი საქართველოს როგორც თქვენ თავში აღნიშნეთ, აი ქართული საზოგადოების პოლარიზაციის გამო არის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს რადიკალურ ოპოზიციას და არის მეორე ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას. ეხლა აქედან ვითომ შუაში გამოდის ლელო და გახარია, თუმცა ისინი კოალიციაში არიან, შეადგენენ ერთ კოალიციას, მაგრამ ნახოთ აი ეს ორი პოლიტიკური ძალა მოახერხებს რამდენი პროცენტით მოახერხებს ხმის აღებას. აი რამდენი ხმას ასე რომ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არჩევნები მაინც შედგება. მიუხედავად საზოგადოების პოლარიზაციის. და მიუხედავად იმისა, რომ ბატონოგია, თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ გამარჯვების რეალური შანსი? ოპოზიციას თუ მმართველ გუნდს? მოდით ასე დავიწყოთ. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქართული საკანონმდებლო არჩევნების სპეციფიკიდან მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის უფრო რთულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ეს ქართულ სპეციფიკიდან გამომდინარე. აქ არის კიდე დამოკიდებული თუ მაგრამ მე ვერ ხედავ ისეთ ძლიერ საპროტესტო ტალღას, ვთქვათ, ოპოზიციის სასარგებლოდ. ამიტომ მე ვფიქრობ, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ნუ ჩემის ვარაუდით გაიმარჯვებს ისე მართველი პარტია, მაგრამ აქ უკვე რამდენ ხმას აიღებს ოპოზიცია, ამაზე ცოტა შეიძლება დაჭერდეს მეორე ტური, შეიძლება, მაგრამ ნუ მაინც ეს მერის არჩევნებისას, მაგრამ ესეც უკვე დამოკიდებულია იმაზე, ხალხს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოუწოდებენ ბოიკოტს, ბოლო წუთს გადაიფიქრებენ და მოუწოდებენ თავიანთ მხარდაჭერებს ხმამიცენ კონკრეტულად რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს. ასეთ შემთხვევაში მე არ გამოვიწყო, რომ როგორც მერობის კანდიდატობაზე იყოს მეორე ტური და ამას მე შედეგები ანახებს, მაგრამ თუ ბოიკოტის მომხრეებმა დარჩენ თავიანთ პოზიციაზე და აღარ მოუწოდებენ თავიანთ ამომრჩევლებს არ გავიდნენ არჩევნებზე, მოდი ვიყოთ რეალისტები, გამარჯვებას მოიპოვებს ქართული ოცნება. ბატონოგია, თქვენი აზრით, როგორი იქნება ამ არჩევნების შედეგების გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, დასავლეთი თუ ჩრდილოეთი? ნუ ამაზე უკვე საერთოდ უნდა გაიგოს, რომ მუნიციპალური არჩევნები ასეთ შემთხვევაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტის დეპუტატებს და საკრებულოებს გააჩნიათ თავიანთი ფუნქცია და ისინი ვერ ჩაერევიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. ფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ახლა რასაც დღეს იყო ასეთი განცხადება, რომ ქართული ოცნების მხრიდან მართული პარტია მხარი დაუჭირეთ მართულ პარტიას, მხარი დაუჭირეთ მშვიდობას და არა ომს, ხო თქვა, ნუ არა ომს არ იყო ნათქვამი, მაგრამ მშვიდობიან განვითარებას.
ამ შდებიან განვითარებაში მართველი გუნდი ახლა არასაკვირველია ახლა ეს რუსეთი არის დათვი, რომელიც ცოტა კედელთან არის მიყენებული, თუმცა კი ცდილობს გარკვეულწილად პოზის დაჭერას, მაგრამ არის ძალზე დასუსტებული და როდის და რას მოიმექმედებს, ჯერ ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ აქაც არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტმა ერს, რომელსაც არ უნდა საკუთარი ჯარის შენახვა, ის აუცილებლად შეინახავს დამპყრობელი ქვეყნის ჯარს. ეს საერთოდ ნებისმიერი ხელისუფლების უნდა გაითვალისწინოს ეს თქო. ეს ერთი, მაგრამ მეორე ვფიქრობ, რომ მაინც საგარეო პოლიტიკაში ჯერჯერობით შენარჩუნდება ის კურსი, რა კურსსაც დღეს ატარებს პრემიერი კობახიძე. ბატონო გია, თქვენი აზრით როგორია მოსახლეობის განწყობა და რა სიტყავს ამორჩეველი ხელისუფლებისგან ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად საერთოდ ამორჩეველი ხელისუფლებისგან ითხოვსო არა ომს. და ამ სლოგანით მართული პარტია ძალიან კარგად სარგებლობს. იმიტომ რომ თუ გადავხედოთ ის ისტორიას, მოდი ახლა თქვა ჩვენ 1800 მე მასაც ვიტყოდი რომ უფრო ადრინდელ დროიდან 1800 პირველ დღიდან და უფრო სწორად რუსეთის შემოიჭრა საქართველოს და მოახდინა საქართველოს ინკორპორაცია რუსეთის იმპერიაში. საქართველოს აწარმოებს არის რუსეთთან პერმანენტულ ომის მდგომარეობაში. ხა რაოდენს სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ჩვენ ხა თითქმის ყველა ომი გვაქვს რუსეთთან წაგებული, იმიტომ რომ ეს რუსები ომობდნენ თქვათ არა ტაქტიკით, არამედ რაოდენობით. ხო თუნდაც გავიხსენოთ ასეთი ფრაზა არის რუსული ну вас шапкой закидаем, ну ჩვენ იარაღიც არ გქონდესო, ჩვენ მოდი ქუდები რო გესტრელოთო, იმითი მოვიგებთო და ეს ამ ტაქტიკასაც მიმართავენ უკრაინაში თქვათ, როდესაც იერიჟე მიდის საზარბაზნე ხორცი, რომელსაც რუსები არ ითვლიან. და ამიტომაც გასაგებია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს თქვათ რუსეთთან იომოს და ამით სარგებლობს როგორც რუსეთი, ასევე პრორუსული ხელისუფლებაც. ну სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ისეთი იმ დონის დიპლომატები თქვათ, როგორიც იყო თქვათ იგივე თქვათ გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც ერთი ხმის დაქნევის გარეშე მონღოლები გაიყვანა საქართველოსთან. იმიტომ ჩვენ არ დიპლომატია გვყავს, არ ჯარი გვყავს, არც და ყოველ ფეხს ნაბიჯი ჩვენ ხედავთ თუნდაც იგივე ქართული დიპლომატიის მარცხს. თუნდაც ეს ბოლოს რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩინეთში არ იყო მიწვეული საქართველოს დელეგაცია. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლის იუბილეთან დაკავშირებით. შენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა არ მიგიწვია იუბილეზე. თუმცა ომი დამთავრდა 3 სექტემბერს, როგორც ეს პარადი ჩატარდა პეკინში, არამედ 2 სექტემბერს, როდესაც მისურზე მოაწერეს ხელი იაპონიამ კაპიტულაციის საქმე. თუმცა აქვე დაუმატებდი, რომ კაპიტულაციის საქმე არ დასწრებია არც ჩინეთი და არც კორეის წარმომადგენლები. ბატონო გია, რამდენად მომზადებულია ხელისუფლება არჩევნებისთვის და რამდენად ეფექტიანად ახერხებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან? საზოგადოებასთან ხელისუფლებას აქვს მეტნაკლებად კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად. ხა შეიძლება სხვადასხვა პროექტები, ხა მე ვამბობ თბილისის მასშტაბით, ხა მე რეგიონებში არ მქონდა გასვლა და არ ვიცი ხა კონკრეტულად როგორ არის, მაგრამ აი თბილისში რასაც მე ვუყურებ, ასე თუ ისე აქვთ გასვლები, აქტიურად არიან ჩართული ყველა სტრუქტურა, მათ შორის მოქმედი მერი და რაღაცა და მათ შორის ადმინისტრაციული სტრუქტურა. ჩვენ რაც არ ვთქვათ და რაც არ უნდა გვუარყოთ, რომ ადმინისტრაციული სტრუქტურის გამოყენება კანონით დალულია.
ამას ყველა ხელისუფლება იყენებდა დაწყებული შევარდნის ხელისუფლებით დამთავრებული მერე ნაციონალური მოძრაობით დამთავრებული დღემდე და სხვათა შორის ბილ კლინტონი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი თავის მემუარებში როდესაც იხსენებდა თავის პირველ არჩევნებს როდესაც იგი გახდა პრეზიდენტი ის აღნიშნავდა რომ არჩევნებითაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეს წერს შეერთებულ შტატებზე რომ ხელისუფლებას გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი და ხმათა 30% ყოველთვის გააჩნია ეს მინიმალური გააჩნია ხელისუფლებას და ბრძოლა მიმდინარეობს ხმათა 70%-ისთვისო. თუ გავიხსენებთ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტური რეჟიმის მერე მოვიდა პირველი ეროვნული ხელისუფლება ღვარი მაგიდა ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მაშინ კომუნისტურმა პარტიამ თავის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით აიღო ხმათა თითქმის 30%, ხო 29 და რაღაც, ანუ თითქმის 30% აიღო. ანუ ეს უნდა ვთქვათ, რომ ხმათა 30% ხელისუფლებას აქვს გარანტირებული ყოველთვის, მაგრამ აი 70%-ისთვის ახლა ოპოზიცია როგორ იბრძოლებს, მასზეა დამოკიდებული. ბატონო გია, მოდით პერსპექტივაზე ვისაუბროთ და პირველ კითხვას დაგისვენოთ ასეც. ბოდიში, რა შეიძლება ველოდოთ არჩევნების შემდეგ სტაბილურობას თუ კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას? რადიკალური ოპოზიცია შეიტანოს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, ეს უდავოა. ის შეიძლება თქვათ სხვადასხვა სტრუქტურების, დასავლური სტრუქტურების და სპონსორების მეშვეობით ხელისუფლებაზე მოახდინონ უფრო მეტი ზეწოლა და მაგრამ ეს ისევ დასრულდება ოპოზიციის რადიკალური ოპოზიციის კრახით. ჩემზეც, იმიტომ რომ მათ არ აღარა აქვს უკვე არც იმდენი რესურსი და არც იმდენი მხარდამჭერი, რომ შეეძლონ ქვეყანაში შეეძლონ ვთქვათ რამე სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა. კი, რაღაც ლოკალურად შეიძლება გამოიწვიოს რაღაც ვთქვათ როგორც იყო შარშენდელი არჩევნების მერე მასობრივი გამოსვლები, მაგრამ ეს არ მიიღებს იმ მასშტაბებს, რაც იყო შარშენის საპარლამენტო არჩევნების მერე. ბატონო გია, და ბოლო გადაცემ დღევანდელი ეთერისთვის ბოლო კითხვა. თქვენი პროგნოზით, რა უნდა მოხდეს, რომ ქვეყანამ დაპირისპირების სანაცვლოდ ერთიანობის გზას დაადგეს? ჯერ კიდევ მე-18-19 საუკუნის მიზნებზე, როდესაც გამოცხადდა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა, ფრანკლინმა განაცხადა ასეთი ფრაზა. ჩვენ მიუხედავად მაშინ შეერთებულ შტატებში იყო ორი პარტია, იყო ფედერალისტების და მეორე რესპუბლიკელების, ბოდიში დემოკრატების, რესპუბლიკელები, თქვა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რომელ პარტიას ვეკუთვნით, ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი. და ეს საერთო მიზანი არის ამერიკის ნათელი მომავალი. მაგრამ დღეს საქართველოში არის უამრავი პოლიტიკური პარტია, რომელიც თუ თვითონ არ არის ხელისუფლების სათავეში, მზად არის ყველა და ყველაფერი გაჭიროს, მათ შორის ქვეყანას გადააყოლოს, თუმცა თვითონ მოვიდეს ხელისუფლების სათავეში. სხვათა შორის ერთმა თქვენმა წინა სტუმარმა ბატონო პეტრე მამრაძე ადრე აღნიშნა ასეთი საინტერესო ფაქტი, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც რუსული სპეცსამსახურები თქვათ აი მეშვეობით ეროვნულ მოძრაობაში იყო შემთხვევა, როდესაც რიგი დისიდენტები თქვათ პოლიტიკოსები ცდილობდნენ სხვის დასმენ და სხვის იმას, რათა ამ გზით მოეცლებინათ გზიდან კონკურენტებიო. ეს მინდა შევახსენო, რომ დაზვერვასთან, უცხო ქვეყნის დაზვერვასთან და უცხო ქვეყნის ინტერესების გამომხატველი, შენ ვინც არ უნდა იყო და რა კეთილისურილებიც არ გამოძრაებდეს, ეს ყოველთვის ცუდად ფარდება იმ პოლიტიკოსისთვის, რადგან შენ თუ ერთხელ მიმართ მესამე ქვეყნის სპეცსამსახურის
დახმარებისთვის, ან მესამე ძალას რაღაც არჩევნებში გამარჯვებისთვის და დახმარებისთვის უნდა გაითვალისწინოს შენ მას ყოველს ეყოლები დაჭერილი. და ის ყოველთვის გამოგიყენებ შენ არა იმისთვის, რომ შენი მოქმედება შენი ქვეყნის ინტერესის საკითხად, არამედ შენ რომ გააკეთო მისი საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში იმას ყოველთვის აქვს რაღაც კომპრომატი რომ დაგიდოს და ამით დაგაშანტაჟოს. ამიტომ მე მინდა მოვუწოდოთ დღესაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ძალას ემსახურონ პირველ რიგში საქართველოს თავიანთ ამომრჩევლებს და ორიენტირებულები იყვნენ ქართულ ერზე და ქართულ ამომრჩევლებზე და არა თქვათ მესამე ქვეყნებზე. ძალიან მადლობა. ჩრდილოეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი თუ სამხრეთი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია საინტერესო ინტერვიუსთვის, საინტერესო ჩართვისთვის და პირადად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემი გადაცემის ძალიან ხშირი სტუმარი ბრძანდებით და მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. ღმერთმა თქვენნაირი განათლებული ადამიანები ღმერთმა ბევრი გვაღირსოს საქართველოს და მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ეს იყო გადაცემა. ბატონო? წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია. ეს იყო ხალხის პირისპირ გადაცემა, პოდკასტი, სპეციალური ჩართვით ბატონ გია გუჭავასთან, პოლიტოლოგთან და ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოვიდა და ვფიქრობ რომ კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ, ვფიქრობ არა, ეგრეც იქნება, ბევრჯერ მოგიწევთ და ჩაგხსნათ კიდევ უკვე არჩევნების პერიოდშიც. ძალიან დიდი მადლობა, მე კონსტანტინე ჯაფარიძე ვიყავი, პოდკასტის ავტორი და წამყვანი და დაგემშვიდობებით უახლოეს მომავლამდე. შევხვდებით, როცა შევხვდებით. დიდი მადლობა.